ეს ალბათ ძალიან ძნელია მაგის წარმოდგენა, რაც ნიშნავს, როცა ხართ, არ ვიცი, 3 დიზაინერი ქვეყანაში ან 90-იანებში, ხო, კასეტის ყდებს ვაკეთებდი. ამ დროს ვიყავი მესამე კურსი არქიტექტურის და შევთავაზე რომ გაეკეთებინა წლიური ანგარიში ბანკის მძარცველებზე. და მათ მივხვდი რომ მოკლედ ეს შინაარსზე, იდეაზე, კონცეფციაზე მუშაობა არანაკლებ მაინტერესებდა რა, ვიდრე ეს გრაფიკა და ვიზუალი. ლებეძევი ეს ჩვენი ღმერთი იყო, მაშინ საგიჟეთი იყო რა, ეხლა მან მოხვედრა და ამასობაში გამომაგდეს ამ სტუდიიდან რამდენი რაღაც 6 თვეში. რუსული რომ არიცოდი მაგის გამო. მართლა რაღაცნაირი ზღაპარი იყო რა, იმიტომ რომ ვიყავით ცელქი ბავშვები, რომლებიც უბრალოდ ბიზნესს სჭირდებოდით, ფულს გვიხდიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვეთამაშა და გავართობილიყავით რა. გამარჯობა, ეს არის ფრილანს ფანჯარა, ახალი გადაცემით გიბრუნდებით გიორგი პოპიაშვილთან ერთად, რომელიც არის არტ დირექტორი, ფერწერი, მხატვარი, მოკლედ კრეატიულ ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, რომელიც არაერთ ძალიან კარგ კამპანიას ქმნის და პრინციპში ახლაც აგრძელებს თავის საქმიანობას. გამარჯობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი. გამარჯობა და ძალიან მცირე დროით ხარ საქართველოში, როგორც ვიცი. და ამერიკაში მოღვაწეობ. ამერიკაში სწავლობ, სამაგისტრო პროგრამაზე ვარ ფერწერის, ნიუ-იორკის არტ აკადემიაში. ხო, ეგ არის ჩემი მისია, იქ 1 წელი ვისწავლე, 1 წელი დამრჩა კიდე. ძალიან კარგია, შენ დაიწყე არქიტექტურით საქმიანობა, თავის დროზე გპ-ით და მერე გადაინაცვლე კრეატიულ ინდუსტრიაში, მუშაობდი სარკეში და ასე შემდეგ, მოკლედ. იდეაში ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ძალიან ნათელი იყო, რომ რაღაც ახვით ხელოვნებასთან რაღაც კავშირი უნდა მქონოდა რა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ხატვა, წერწვა, ეგეთ რაღაცები უფრო მეტად მიზიდავდა და მაინტერესებდა, ვიდრე არ ვიცი, თქვათ რაღაც ტექნიკური საგნები, როგორც მათემატიკა და ასე შემდეგ. და სადღაც მე მგონი 14-15 წლის ვიყავი, როდესაც რაღაც მამა ჩემიც არქიტექტორი იყო და პრინციპში ეგრე მოვხვდი მეც არქიტექტურაზე, არაფერი საერთო არქიტექტურასთან პრინციპში არ მქონია, თუმცა ძალიან მიყვარს ეგ სფერო დღემდე, მაგრამ თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეგ ჩემი საქმე არ იქნებოდა. მამა ჩემი იყო არქიტექტორი, რომელიც რაღაც ამ 90-იანებში მე როგორც მახსოვს და ჩემი ინტერპრეტაცია ეგ არის, რომ უბრალოდ მოუწია არქიტექტურის მაგვრად ეკეთებინა გრაფიკული დიზაინი. და აი ჩემი პირველი შეხება ეგ იყო პრინციპში რა, რომ მამა ჩემი რაღაცებზე მუშაობდა, თვითონაც, ცდილობდა რომ ყოველთვის რაღაც თვალყური მედევნებინა, რაც აკეთებდა და მოკლედ აი ესე რაღაცნაირად უცებ ვისწავლეს პროგრამები, სოფტვერი, რითიც კეთდება დიზაინი, მე თვითონ დავიწყე 90-იანებში, ხო, კასეტის ყდებს ვაკეთებდი მე ამ Corel-ში და მოკლედ რაღაცნაირად აი ესე აღმოჩნდი მაგ სამყაროში, რაც გრაფიკული დიზაინის, digital დიზაინის და მე აი ეს ჩემი მეტალიკის ყდები ნახა ოთო ბუბაშვილმა, ვინც იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი სარკის და ეგრე მოვხვდი სარკეში და ამ დროს ვიყავი მესამე კურსი არქიტექტურის და როგორც წეგამბობდი ხა არქიტექტურა ძალიან მიყვარს. მაგრამ მე მგონი აღარც დაბრუნებულ ხარ იმის მერე. არა, ხო, იმის მერე აღარც მივსულ ვარ საერთოდ უნივერსიტეტში. და სარკეში მოკლედ დაიწყო შეიძლება ითქვას ჩემი ეს კარიერა, საიდანაც მე განვითარდა ყველაფერი. კარგი ადგილი იყო ხო რა იმისთვის, რომ რაღაცები მომესინჯა, საქართველოში არაფერი არ ხდებოდა, აი უბრალოდ ხა რომ მოვდიოდი მაგას რაღაცებს რო ვიხსენებდი, დღეს ალბათ ძალიან ძნელია მაგის წარმოდგენა, რაც ნიშნავს, როცა ხართ, არ ვიცი, 3 დიზაინერი ქვეყანაში ან 4 და როცა ფაქტობრივად არაფერი არ არსებობს, რასაც შეგიძლია შეხედო, ვისწავლო და განვითარდე და ასე შემდეგ რა და თავისი რაღაცა ეს უარყოფითი მხარეები ქონდა ამ ვაკუუმში ყოფნას, მაგრამ თავის კარგი მხარეებიც რა, რომ ფაქტობრივად ძალიან შვიდად წყნარად ჩემი ენთუზიაზმი და მონდომება აროს არ მაკლდა და მაგით რაღაცნაირად მივდიოდი წინ და მე თვითონ ვცდილობდი რომ რაღაცები მესწავლა გზა და გზა. და მაგ დროს აღმოვაჩინე რომ
ესეთი პროდუქტი იყო წლიური ანგარიში ბანკების რა და ნუ როგორც ეხაც პრინციპში მაშინ მით უმეტეს ძირითადი დამკვეთი მაინც იყვნენ ფინანსური ინსტიტუტები რა და ამ ფლაიერების და რაღაც ესეთი მარტივი ტექნიკური რაღაცების პარალელურად წელიწადში ერთხელ ბანკები აკეთებდნენ ამ გამოსცემდნენ წლიურ ანგარიშს. და არ ვიცი ეგ საიდან მოვიდა საერთოდ, რომ ამ წლიურ ანგარიშს ყოველთვის ჰქონდა რაღაც კონცეფცია, რაღაც თემა, რითიც აფორმებდნენ ამ რაღაც მოსაწყენ ალბათ ციფრებს ამ წლიურ ანგარიშში რა და ეგ იყო პრინციპში აი პირველი შემთხვევა, როდესაც მე უნდა რაღაც ვიზუალზე კი არ მემუშავა, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რაღაც თემით, ასე ვთქვათ, უნდა შემეკრა ეს ყველაფერი რა. ერთხელ იყო რაღაცა ეს საათის ხრახნები თემა ვირჩიეთ, მაშინ TBC-ს ძალიან ცნობილი რეკლამა იყო ეს მესაათის და მოკლედ ეს ხრახნები რაღაცნაირი ელემენტი იყო რაღაც მაშინდელი TBC-ს ბრენდინგის და მე მთელი წლიური ანგარიში და დიზაინი უკვე აი ამ საათის მექანიზმის ვიზუალზე ავაწყეთ. ძალიან მაგრამ მახსოვს ეგ შემთხვევა ერთ-ერთი შეთავაზება ერთ-ერთი ბანკის გავაკეთეთ და შევთავაზე რომ გაეკეთებინათ წლიური ანგარიში ბანკის მძარცველებზე და რაღაცები რაღაც ამოყარე მასალები დილინჯერი და ეს პირველი ბანკის გაძარცვა და ეგეთ რაღაც საინტერესო რაღაცებს ვიფიქრებდი რომ ეს რაღაც მოსაწყენი დოკუმენტი უფრო რაღაც ახალიცო და საინტერესო ყოფილიყო. და მათ მივხვდი რომ მოკლედ აი ეს შინაარსზე, იდეაზე, კონცეფციაზე მუშაობა თუ მეტად არანაკლებ მაინტერესებდა რა, ვიდრე ეს გრაფიკა და ვიზუალი. კლიპებზე რა სიტყვი, მაშინდელ კლიპებზე რაც ხდებოდა შოუ ბიზნესში, ეს არ იყო შენთვის საინტერესო? იდეაში აი სარკე ზუსტად მაგ კლიპებით გათხდა, ხო, რაღაც ცნობილი ეს პირველი სადაზღვო რეკლამა რო გადაიღეს რაღაც ჩამოხრჩვალი ადამიანის ფეხების, ნუ ეგ იყო ძალიან რომელიც გამოჩნდა. ვიდეო მაშინ ჩემთვის ძალიან შორს იყო რა და მაგიტო სიმართლე რო თქვა, ეხა ჩემ თავსაც ვერ ხედავდი მაგ მიმართულებით. მე უფრო ეს პრინტი, მოკლედ პრინტი მომეწონა ძალიან რა, პოსტერი, რომელიც ვიზუალური ენით რაღაცა საინტერესოდ გეუბნება. ხო, ითი რატო კითხებ ვიდეოზე? ანუ მაშინ და დღეს რა ვუყურებ მაშინდელ შოუ ბიზნესში რა კლიპების გადაღებაც ხდებოდა, მე სარეკლამო რგოლებს არ გულისხმობ. აი შოუ ბიზნესის კლიპებს რა, მაშინ შოუ ბიზნესობდა დღევანდელი ქართული ეს მომღერლები, ვიდრე დღეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაშინ უფრო კარგი იდეები იყო, მაშინ უფრო საინტერესოდ ხდებოდა იმ წირი მასალებით, იმ წირი რესურსებით რაღაცების. აი მარიკა თხელიძის და სოსო თოლორაია კლიპი რო არის რაღაც აირია რო არის, ხო იცი? ხო. ანუ აი წარმოიდგინე 2000-იანებში 2000-იანები იყო თუ უფრო ადრე. ხდება ასეთი ტიპის ვიდეოს გადაღება და დღეს ან ქართულ შოუ ბიზნესში და ქართულ რეკლამებში არ ვიცი ახლა უამრავი რესურსი გვაქვს დღეს, მაგრამ ეგეთი იდეები კლიპებში ნაკლებად იჩითება ხოლმე რა. ხო, რაღაცნაირი ბუმი იყო, ხო, მაგ კლიპების, მაგრამ კიდევ ერთხელ ჯერ მე ჩემ თავს ვერ ვაიგივებდი რა, ასე ვთქვათ, ვიდეო პროდუქტთან რა. მე კინოების ყურებაც ძალიან გვიან დავიწყე, ანუ ძალიან შორს ვიყავი რაღაცა ვიდეოსგან. ხო და მოკლედ მე მოხდა სარკის მე დავიწყე მუშაობა ედ კორპორაციაში, რაღაცა ესე პატარ-პატარა რაღაც თავებიც იყო, ლებეძევი, ეს ჩვენი ღმერთი იყო მაშინ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ნუ ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი სტუდია იყო მოსკოვში ამ ლებეძევის და საგიჟეთი იყო რა, ეხლა მან მოხვედრა, რა ვიცი, ეხლა რომ სეგმაისტერმა რო დამიძახოს ახლა და მაგასთან ვიმუშაო დაახლოებით ეგეთივე ხარისხის რაღაც ის იყო რა ნახტომი რა და ამ სტუდიაში ვიმუშავე, ძალიან ბევრი რაღაცები ვისწავლე. ეს ჩემი პირველი ეიფორია და ადაპტაცია ამ რაღაც სხვა ქვეყანაში გადასვლის, სხვა გარემოში ჩავარდნის გავიარე და ამასობაში გამომაგდეს ამ სტუდიიდან რამდენი რაღაც 6 თვეში. რუსული რომ არიცოდი მაგის გამო. რეალურად მართლა მაგით გამომაგდეს ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ჩემი ყველა ნამუშევარი ხდებოდა განსაკუთრებული ნამუშევრების სიაში რა, ესეთი იყო რა სექციები ქონდათ ამ იმაში ლებეძევის პორტფოლიოში და იყო რაღაც ცალკე შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები.
ძალიან უცხო ადამიანი ვიყავი იმ გარემოსთვის, იმ აგექსთვის განმავლობაში და ბოლოს ალბათ, მიხვდნენ რომ ეხა აი მაგალითი მოიყვანე ახლა, იმიტომ რომ ძირითადი უმრავლესობა, დასრულებული თანამშრომლობების არის მაგიტო, რომ შიდა კორპორატიულ კულტურაში რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს თანამშრომელი, ერთმანეთთან სინერგია ვერ ხდება. კი, არა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არ ესმით ერთმანეთის და ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ მაგაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანამ ესეთი დამოუკიდებელი ტიპი გაიჩითები და ფრილანსერი გაიჩითები, რომ შენზე ვიღაცებმა იმუშაონ, კომპანიისში ცადო ბედი და იმუშაო და რაღაცა პრაქტიკა დააგრო, რომ ნახო სხვა ადამიანები რას როგორ აკეთებენ, დამკვეთები რაზე როგორ რეაგირებენ, რომ იცოდე მუშაობის სპეციფიკა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის. მოკლედ გამომიშვეს მაგიდან ეგეც ძალიან კაი გამოცდილება იყო, რა თქმა უნდა იქვე მოვკვდი და ეს ჩემთვის რაღაც პირველი და მადლობა ღმერთს უკანასკნელი გამოცდილება იყო, რომ გამიშვეს საიდანღაც, მაგრამ მაშინ აი ჩემი ყოფილი ცოლი, ვისთანაც პრინციპში ცხოვრობდით, ნინომ ძალიან მაგ მომენტში ძალიან დამეხმარა იმითი, რომ უბრალოდ მაჩვენა და მითხრა ის, რომ ეს არ არის დასასრული რა და შეიძლება კიდე გაგრძელება, მე ეგრევე მორბოდი საქართველოში, შეურაცხყოფილი და ასე შემდეგ. ჩემ მეგობართან ერთად ირაკლი თოფურიასთან ერთად დავაარსეთ სააგენტო საქიდიამშენი. ბებეტო და ბაკური ისევ ძალიან მეხმარებოდნენ ამ დროს და ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს ჩვენთვის, მომცეს სივრცე, გვიყიდეს ტექნიკა, მაქსიმალურად დამეხმარდნენ ძალიან მოკლედ ამ ყველაფერში და მაგიდან დაიწყო ეს საქიდიამშენის ისტორია რა, რომელიც რაღაცნაირი ჰიბრიდი სტუდია გამოვიდა, თან დიზაინ სტუდია იყო, თან სარეკლამო სააგენტო იყო, თან რაღაცა 2 კაციანი, მერე გახდა 10 კაციანი, მაგრამ არასდროს რაღაც დიდ ორგანიზაციად არ გადავზივარ. რომელი გახსენდება ყველაზე მეტად? აი, შენ საყვარელი პროექტი. რომელია? აი, საქიდიამშენი და თვითონ საქიდიამშენი იყო ყველაზე მაგარი პროექტი რა. აი ჩვენც ძალიან ისე ალტერნატიული რაღაც სივრცე მოვხოდეთ რა და ძალიან დიდ სააგენტოებს ხას Windforce, SARK და ასე შემდეგ მე მგონი რომ ძალიან კარგი კონკურენციას უწევდით რა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა შეიძლება კი რა ფინანსურად არანაირად, მაგრამ საქმეს არავის ნაკლებად არ ვაკეთებდით რა. ძალიან მიყვარს აი ლატარია შემოვიდა მაშინ რა ქვია. ხო, საქართველოს ლატარია. ხო, ეს კომპანია რა დაარსდა და ჩვენ მოვიგეთ. სულხანი იყო მარკეტინგი მაგათი. სულხანი მე მგონი მერე დაიწყო, თუ თავიდანვე იყო, არ მახსოვს. მაგრამ მოკლედ ძალიან საწყისივე ეტაპზე მოვიგეთ ტენდერი, ერთ-ერთი მიმართულება ეს გადასაფხეკები რაც იყო რა. მახსოვს. და ლოტო მოიგო SARK-ემ. და ამ გადასაფხეკებზე ძალიან კარგი კამპანია გავაკეთეთ, ფორმულა კრეატივთან დავიწყეთ მეგობრობა და მოკლედ ძალიან საინტერესო და კარგი გარემო იყო რა. აი ბევრს მუშაობდით, ბევრს ვაკეთებდით, ძალიან ენთუზიაზმით ვიყავით ჩართულები და მოკლედ 1-5 წელი მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ბაზარზეც ჩვენი გავლენა გქონდა და მაქვს იმის შეგრძნება, რომ საქიდიამშენი გარდა იმისა, რომ ჯერ ერთი ძალიან ბევრი ადამიანი გამოიზარდა მაგ ორგანიზაციაში, რომლებიც დღეს კრეატივ დირექტორები არიან და თავის სტუდიები აქვთ და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ რაღაცა ჩვენც დავეხმარეთ იმაში, რომ რაღაცა ეგ ეტაპი, ასე ვთქვათ, ჩვენც რაღაც სასარგებლოები ვიყავით იმათთვის. და მე უბრალოდ რაღაცა ეს კლაუსტროფობია ისე დამეწყო, რომ ოკეი, ამის იქით რა ხდება, ასე შემდეგ. და მე და გიამ გადავწყვიტეთ წავსულიყავით გვესწავლა. და თან ეს ბიზნესიც ასე თუ ისე აწყობილი ქონდა და რაც შეგრძნება მქონდა რომ შეიძლებოდა რომ ჩვენი ყოფილიყავით სტუდიას აქ ემუშავა და წავედით გერმანიაში მაიამია სკოლში. იქ გავატარე 2 წელი. რა თქმა უნდა სააგენტო ამოყირავდა თავიდან ბოლომდე ჩვენი არყოფნის გამო, მე 1 წელიწადში გიამ გაანება თავის სწავლას ჩამოვიდა და გიამ დაიწყო უკვე მიხედა ასე ვთქვათ საქიდიამშენს, მე გავაგრძელე სწავლა და დავასრულე. და რომ ჩამოვედი, მივხვდი რომ აი გიასაც უკვე თავის თავზე მოირგო ძალიან ყველაფერი, ძალიან design based გახდა ყველაფერი და კიდე მეც რაღაც ცოტა მეზარებოდა რა უკვე რა ის საქიდიამშენში დაბრუნება და ამიტომ მეტროს ნიკა ბოჭორიშვილს შევხვდი ვილაპარაკეთ და რაღაც ესე ჩამოყალიბდით რომ
დავიწყებდით ერთად მუშაობას მეტროს რაღაც გადავახალისებდით, ახალ ავიყვანდით და ასე შემდეგ. ეკა ყიფიანი იყო მაშინ მეტროში და ეკასთან ვიგრძნობდი და ეკასთან ყოველთვის ძალიან კარგად მუშაობდით და მას კარგი ქიმია ჰქონდა, ასე ვთქვათ. და მეტროშიც ძალიან ლამაზი 2 წელი თითქმის რა წელიწადნახევარი მეგონი თუ 2 წელი გავატარე და მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცები გავაკეთეთ მანდაც. კარგად ვიმუშავეთ. ეგ იყო ალბათ რაღაც ყველაზე ისეთი საინტერესო ეპოქა რა ჩემთვის. აი ეხლა რამდენიმე კვირის წინ ლევან ლევსვერიძე იყო სტუმრად ჩემთან ნიუ-იორკში და მაგებს ვლაპარაკობთ და ვიხსენებდით რა ეს რა ხდებოდა მაშინ სარეკლამო ინდუსტრიაში და მართლა რაღაცნაირი ზღაპარი იყო რა, იმიტომ რომ ვიყავით ცელკი ბავშვები, რომლებიც უბრალოდ ბიზნესს სჭირდებოდით, ეკონომიკას სჭირდებოდით, ფულს გვიხდიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვეთამაშა და გავართობილიყავით რა. აი ახლა უტრირებულად რო თქვა, რაღაც ეგეთი სიტუაცია იყო და ჩვენც მაგრა ვერთობოდით. ეგ არის ის პერიოდი, როდესაც მე ნელა ხვდებოდი, რომ მეც არქიტექტურა მაქვს დამთავრებული და რაღაცა სხვა ხდება რა. ანუ ის ჯეოსელში მუშაობდი მაგ დროს. აი რეკლამებში ხდება ჯახი სერიოზული კომპანიები ერთმანეთს კრეატიულ კამპანიებში ეთამაშებიან მაგრად და ანუ რაღაცა ისეთ საკეთებენ, რომელიც ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესო და ეს ქმნის ბრენდს, მე ეს ყიდის ბრენდს, ეს აჩენს ლოიალურ ბრენდს და მაგით და მაინტერესა მე მარკეტინგი. და კიდე აი ისეთი რაღაც ნიუანსებია ახლა რა, რომელიც მე მგონი რომ სხვაგან ვერ მოხდებოდა რა. აი ყოველთვის რო თავი გავანებოთ ეს კონკურენტი სააგენტოები და ისინი აი სულ ყველა მაგრამ მეგობრობდით რა, სულ ერთად ვერთობოდით, სულ ერთმანეთის სააგენტოში ქონდა ტუსოკები, აი რავი მოსკოვში კოკა-კოლა რო იყო აკაუნტი სააგენტოსი, ვინმე რო პეპსით მოსულიყო, გააგდებდნენ მაგას სამსახურიდან რა, ისეთი კონკურენცია და ეს რაღაცა დაძაბულობა იყო ჩვენ, აი ფეხებზე გვეკიდა ყველაფერი, სულ ერთმანეთის სააგენტოებში სვავდით, ვერთობოდით, ყოველი შაბათ-კვირა რაღაც ხდებოდა, ჩვენი ადგილები ქონდა, სადაც დავდიოდით გასართობად და თან საქმეშიც აი ძალიან ჯანსაღად ერთმანეთს ვეჯიბრებოდით რა და დღეს ეგრე აღარ არის. ყოველ შემთხვევაში დიდ სააგენტოებში ესე არის წესით, მაგრამ ძალიან ბევრი სააგენტო გაჩნდა, ძალიან გაიზარდა კონკურენცია. კონკურენციის გაზრდამ გამოიწვია დემპინგი, ბაზარზე ძალიან ბევრი ფრილანსერიც გაჩნდა სააგენტოდან სააგენტოში მოსიარულე, რაც აზარალებს. ძნელია მაგის გაკეთება, ხო? პროექტს აღარ არის ხო ესე და ძალიან ბევრს უსაუბრია ჩემთან ამ თემაზე, რომ მაშინ კარგი იყო, გაცილებით ჯანსაღი იყო ეს ყველაფერი, ვიდრე დღეს ხდება. მე ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი. და მოკლედ ეს რაღაცა ზღაპრული სარეკლამო ჩემი ისტორია, მოკლედ მაგ დროს იყო ალბათ ეს რაღაც პიკში და მეტრო, ხო, და მე რაღაც თითქოს ისევ რაღაც სულ შეგზავნა მქონდა, რომ წელიწადნახევრიანი რაღაც ისენი მქონდა ხოლმე რა ციკლები რა და რაღაცაში თუ წელიწადნახევრი აკეთებდი, მე მეწყვებოდა ის, რომ ეხა რაღაც უნდა მაიამი სკოლიდან რომ ჩამოვედი, რომ ვნახე გარემო რა, როცა შეიძლება რომ საინტერესოდ ვიღაცამ ცოდნა გაგიზიაროს, მაგით ძალიან მოხიბლული ვიყავი რა და რომ ჩამოვედი რა ვიცი, ყველა ვინც კი მეძახდა, აი არც ვარკვევდი საერთოდ ვინ იყო, რა იყო, ყოველთვის მივდიოდი, არასდროს ფული არ მომითხოვია მაგაში, როცა, რავი, მიხდიდნენ, როცა არა, განსაკუთრებით თავიდან არც ფიქრობდი მაგას, რომ ამაში რაღაც ფული უნდა ამეყო რა და ძალიან ბევრს ყველგან სადაც მეძახდნენ, ვიღებდი მონაწილეობას. მეც ანუ მაყურებელს ვეთყვი, 2017 წელი იყო, როდესაც მუშაობდი გაყიდვებში. და გაყიდვების გუნდმა გადაწყვიტა ჯეოსელში, რომ წავიყვანეთ ეს ახალი თანამშრომლები მასტერ-კლასზე, team building-ზე, ლოპოტაზე და წამოიყვანეს გიორგი. იმ სემინარზე, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარე, ძალიან გარკვევით მახსოვს ისტორია, როგორ გამოიგონეთ ბენდი გერმანიაში და გაყიდეთ ბილეთები, მე მგონი. ბილეთები არ გავიყიდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხი დააჯერეთ, რომ რეალურად ბენდი არსებობდა, რაღაცა ბრენდინგი შექმენით, მაისურები, პოსტერები და აი ეს მინდა რომ მოყვა, იმიტომ რომ ჩემთვის მაშინ იყო ძალიან შთამაგონებელი რა, რომ აი კიდე ერთხელ დავrწმუნდი, რომ მართლა რეკლამას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე მგონი რომ რეკლამას კი არა აქვს დიდი ძალა აქვს, როცა ადამიანი
ერთობა რა, ერთობა შეღოთ გულისხმობ კარგი გაგებით რა, როცა მხიარულად და სიყვარულით და ხუმრობით თუ შინაარსით, ანუ თუ რაღაცა საინტერესოს აკეთებ, სულ ყველას უნდა მაგაში ჩართვა რა, სულ ყველას უნდა კარგად ყოფნა, საინტერესო რაღაც გარემოში ყოფნა და ასე შემდეგ. და ჩვენ მანდაც ძალიან კარგად გავერთეთ რა, რაღაცა შემთხვევა იყო, რომ ბარიდან გაგვაგდეს, ჩემი მეგობარი დაჯდა დრამზე და დრამერმა ხია გადააგდო და იატაკზე აღმოჩნდა 10 წამში, როგორც კი დაჯდა და მე ბენდს დავარქვით 10 seconds to the floor. ნუ ჩემთვის მან ყველაზე კაი გაკვეთილი ის არის, რომ კიდევ ერთხელ რა ძალიან ძნელია ფორსირება რა და რაღაცა ესე ძალით და ხელოვნურად რაღაცების შექმნა რა და როცა მართლა რაღაც flow არის, როცა მას მართლა რაღაც მხიარულად და კარგად რაღაც საკეთებ, გონია რომ ეს იზიდავს რა ხალხს ყურადღებას და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ აი ამ რაღაც თავგადასავლების მერე იყო რაღაც გრძელი უკვე ისეთი ფრილანს კარიერა, ასე ვთქვათ რა, უკვე მქონდა რეპუტაცია, ცნობადობა დაგროვილი, ვიყავი ძალიან ინტეგრირებული ინდუსტრიასთან, ვიღებდი ამ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ყოველთვის მონაწილეობას და მგონია აი მაგ ყველაფრის კომბინაციამ მე შემიქმნა ისეთი გარემო, რომ მქონდა იმის საშუალება პირველ რიგში ამერჩევისთან მემუშავა. მეორე კიდე ძალიან კარგი ჩემთვის ის იყო, რომ რაღაც ეს კარგი რეპუტაცია მეხმარებოდა, რომ არ მეწვალა ძალიან, რომ რაღაცები მემტკიცებინა დამკვეთისთვის. და ზოგადად აი მაგას ცალკე ლექციაც მაქვს გაკეთებული რა, რომ ძალიან საინტერესოა ის, რომ ძალიან გვჭირდებით ჩვენ დამკვეთს და ჩვენ ძალიან გვჭირდება დამკვეთი, მაგრამ შინაარსობრივად ერთმანეთს ვერ ვიტანთ რა, ანუ კონკრეტულად ვიღაც ინდივიდები ერთმანეთს კი არა, შინაარსობრივად თითქოს სულ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ინტერესები რა, ჩვენ გვინდა რაღაც საინტერესოს გაკეთება, იმათ უნდათ რაღაცა პრაგმატულიც გაკეთება. მოკლედ, ლოგო გამიდიდე, აი ეგ რაც არის, ეგ დაპირისპირება სულ არსებობს რა და შესაბამისად ძალიან ბევრი დიზაინერი ხშირად აი კულტივირებს მაგ დაპირისპირებას რა და ეგ დამოკიდებულება იგრძნობა. მე კლიენტი უფრო იძაბება, მე უფრო ხვდება, რომ ეხლა მე თუ არ გავახურე და მივაწექი ეს საერთოდ სადღაც გაფრინდება და ასე შემდეგ და მე ზუსტად იცოდი ის და მე ეგრე მესმოდა რომ ეგ არის დამკვეთი, ეგ არის ვინც მე ამ საქმეს მაძლევს და უსმენდი ძალიან კარგად რა, მე ესე მგონია ყოველთვის ჩემ დამკვეთს და ხვდებოდი იმას რომ ეხა ეს არ არის ჩემთვის გამორჩენა, რომ ეხა რაღაცა გამაკეთებინოს ოღონდ და მე არ მაინტერესებს მაგას მოეწონება თუ შედეგი ექნება თუ არა. და ეგეც დამეხმარა და მგონია რომ არასდროს არ მქონია ეგ პრობლემა. ნუ რა თქმა უნდა გამონაკლისის შემთხვევები რომ ყოველთვის არის რა, ეხა რაღაც რთული ურთიერთობის, მაგრამ ყოველთვის რაღაც მარტივად მივდიოდი რა, მარტივად უსმენდი დამკვეთებს, რომ ისინი რომ მაკრიტიკებდნენ, არ ვიძაბებოდი და აი კბილებით არასდროს არ ვიცავდი ჩემ იდეებს რა. ყოველთვის ვიძახდი გულახდილად რასაც ვფიქრობ, ყოველთვის ვცდილობდი არგუმენტირებულად ამეხსნა. რატო ვფიქრობ, რომ თქვა ჩემი იდეა თუ ნამუშევარი კარგია, მაგრამ თუ ხედავ რომ არ მოწონს და საბოლოო ჯამში ხშირად ეს სუბიექტური დამოკიდებულებაა რა. ჩემთვის მარტივი იყო რა, ეგ გადამედო გვერდზე და რაღაც ახალი დაგეწყო ხო? ანუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამის რაღაც პერიოდის მერე პირდაპირ გითქვამს, რომ всё, დავასრულეთ ურთიერთობა და აღარ გავაგრძელებთ. აი ახლა ხანს გქონდა რაღაც პერიოდის მერე კი არა, რომ დავიწყეთ ლაპარაკი, რომ შევხვდით, ახლა ნიუ-იორკში იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც თან ფული რაღაც სასტიკად ვჭირდება, აი ყველაფერს ვეპოტინები, რომ რაღაც გამოვიყენოს შანსი და რაღაც შემოსავალი მქონდეს და ვიღაც გამოჩნდა ახალი და არა მაგარია და შევხვდით და ლაპარაკობთ და აი ლაპარაკში უბრალოდ უთხარი რაღაც მომენტში, რომ მეთქი ჩვენ ერთმანეთს უბრალოდ ნერვებს დავაწიწყნით რა და ჯობია ეხავე გავჩერდეთ. რაღაც იყო შემთხვევები, რაღაც პრეზენტაციაზე თავდგარ ვარ წამოსულ ვარ რა, როცა რაღაც ხვდები, რომ აბსოლუტური აცდენა არის რა, მაგრამ კიდევ ერთხელ აი
მალევე პრინციპში რა აი ისევ და ისევ ჩემი ცნობადობიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე ძალიან იფილტრებოდა ის ხალხი ვინც საბოლოო ჯამში მე უკვე რეალურად მოდიოდა ჩემამდე რა. ვინც მოდიოდა პირდაპირ იცოდა რომ უნდა მოგანდოს, შენ და გააკეთო და აი არა და ეგრე არც უყურებ რა ეხა ეგ ხელოვანს შეიძლება ეგრე მიუდგე რა და არ უთხრა ეხა აქ ის დამიხატე და აქ ეს დამიხატე რა ხვდები მაგრამ მე ძალიან კარგად მესვოდა თავიდანვე რომ ვარ კომერციულ არტში სადაც ჩემი ფუნქცია არის აი ამ ადამიანის მიზნებში მიღწევაში დავეხმარო რა და შესაბამისად მე აი მაცადე და მე ვიცი და მე გავაკეთებ ეგ დამოკიდებულება არასდროს არ მქონდა რა მე ვიძახდი რომ აბა მითხარი რა გჭირდება და რომ მეუბნებოდნენ და თუ ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცებს მეუბნებოდნენ მე ვეუბნებოდი რომ აბა ეს იქნება ესე ხო არ წეს ეტიკეტი კი არა ეს ხო არ გინდა წეს იდეაში რა თუ აი ძალიან ასე ვთქვათ კოლაბორაციაში კარგად შევდივარდი კლიენტთან. კარგ წამალს ამბობ შენ ახლა ფრილანსერებისთვის, იმიტომ რომ ყველას აქვს მსგავსი პრობლემა, ძალიან ბევრს აქვს ესეთი უნივერსალურია ეგ პრობლემა რა და ეხლა მეც არ ვიძახი რომ იდეალურად ვაკეთებდი მაყოლებს, მაგრამ კიდევ ერთხელ საწყისი ჩემთვის ეგ იყო ყოველთვის და ეს ორგანულად ესე ხდებოდა რა რაღაც გათვლა არ იყო ჩემთვის. ორგანულად ვიცოდი რომ ეს არის დამკვეთი, ეს მაძლევს მე საშუალებას რომ რაღაცა ვაკეთო რაც მიყვარს და ამით ვიცხოვრო რა და ამას ძალიან პატივს ვცემდი და მე მგონი ამას გრძნობდა ყველა და შესაბამისად აი რა ძალიან ორგანულ კოლაბორაციაში ვქნიდით რაღაც საინტერესო რაღაცებს მე გამოჩნდნენ საინტერესო დამკვეთებით შესაბამისად აი ბორჯომი GPI იყო ძალიან საყვარელი დამკვეთი ჩვენი GPI მახსოვს ის ძაღლის რეკლამა რო არის შემთხვევით შენ დამუშავარი ხარ არის ჩემი არ არის მაგრამ მე როლი მაქვს მაგ ყველაფერში ოღონდ ანტიგმირის რა და ეგ სხვადასხვა საინტერესო кейსი არის შეიძლება ყირდეს მაგაზე ლაპარაკი GPI-მ გააკეთა Rexis კამპანია რომელიც Windforce-მა გაუკეთა ჩვენ არ გავიკეთებია ეგ და ამ კამპანიას არ ვიცი რამდენად გახსოვს მაგრამ ქონდა ძალიან ისეთი ურთიერთ გამომრიცხავი ფიდბექი რა ვიღაცებისთვის ძალიან weird იყო ძალიან უცნაური იყო ვიღაცებისთვის ნუ ფაქტია რომ მაგაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ რა მე შეგრძნება არ მახსოვს თვითონ ის კამპანია მახსოვს და ეს ძაღლის თავიანი ადამიანი მახსოვს და მაშინ ალდაგი იყო ჩვენი კლიენტი მაშინ მეტროში მუშაობდი მეტროში ყავი კრეატივ დირექტორი რა და ალდაგი მოვიდა პრინციპში ეგეთი აზრით რომ ნუ როგორც მივხვდით ცოტა მაგაზე ნერვიულობდნენ რომ უბრალოდ GPS-ზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხალხი რა და ალდაგის მაშინ და რაღაცა უფრო ისეთი არ ვიცი რა სიტყვა ქვია მაგას, მაგრამ ხო ისინი თუ გაგიჟდნენ და ძაღლის თავიანი კაცები და რაღაცები დაიწყეს, ალდაგი უფრო რაღაც სოლიდური იმიჯის ჩამოყალიბება უნდათ და მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იდეა მოვიფიქრეთ, რაც კი აი ესეთ ბრიფებზე, საინტერესო ბრიფებზე რამე მოგვიფიქრებია, რაც იყო ის რომ ალდაგი პრინციპში კომუნიკაციას გვიკეთავდა რა აღარ მახსოვს მაგრამ რაღაცას გვიკეთავდა ალბათ ან ვიდეოს ან რაღაცას და ჩვენ შევთავაზეთ რომ პროდუქტი გამოეშვათ ალდაგს ცხოველების დაზღვევა შინაური ცხოველების დაზღვევა ხო და ამ პროდუქტის რეკლამა გადავიღეთ მერე რა რომ თუ მარტო რეალურად მართლა შევაქმნევინეთ შინაური ცხოველების დაზღვევა და ამ პროდუქტის რეკლამაში ალდაგის სახე ვინც იყო ტიპს გვერდზე ეჯდა ლაბრადორი ძაღლი და ეს თავზე ეფერებოდა რა ეგეთი კლიპი იყო მარტო ხო და ნუ მივხვდით რომ ეხა ზოგადად არ ჩემი ასე ვთქვათ მანერა და გემოვნება არ არის რაღაც პროვოკაცია და ესე თავი შეჯახება და დაპირისპირება და ასე შემდეგ მაგრამ მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო solution-ი ვიპოვნეთ და მიყვარს ეგეთი кейსები რა, როცა ძალიან ალტერნატიულ რაღაც გამოსავალს პოულობ რა, რაც იყო პროდუქტის შექმნა, ანუ არავის ეგ თავში არ გაჩენია მანამდე რა, როცა მაგ ზოგადად მაგ იდეაზე ფიქრობდნენ რომ რა შეიძლება გავაკეთოთ. და ძალიან კარგად ჩაჯდა და რეალურად ეხა არ მივიწერ არაფერს არ მინდა მივიწერო იმიტომ არ ვიცი რეალურად ეხა მაგის ბრალი იყო თუ არა მაგრამ რექსი ფაქტობრივად მოუკალით მაგითი რა ძალიან მიყვარს ხოლმე ეგეთ რაღაცებზე დაკვირვება ამიტომ ძალიან მომწონს ანუ მე შეიძლება არ გამეკეთებინა როგორც მარკეტინგს მაგრამ აი ჯეოსელის და მაგთის кейსი მახსენდება მაგალითად ჯეოსელის ბანერზე მე მგონი ტექნიკური უნივერსიტეტის ბანერი თუ იცი მაგთიმ რო გააკეთა
ანუ იმიტომ რომ ჯეოსელმა რაღაცა არ ვიცი რაღაცა მოხდა ალმასთან და დაავიწყდათ გადახდა თუ შეუწყვიტეს და მე ეგრევე ჯეოსელის ოფისის თავზე მაგთი და მე ჯეოსელმა ქვემოთ მოიფიქრა მაშინ Facebook-ზე იყო ხოლმე ცოტა სხვანაირი ემოჯიები და ჰაჰა ემოჯის მსგავსი თქოს Facebook პოსტერი იყო და დაჰაჰავებული და მე ბილაინმა თავისი მაშინ ბილაინი იყო სელფი თავისი პარაშუტი ააფრინა და მე მაგისი პოსტერი დადეს და მიდიოდა მთელი ეს ხო, მე ჩემსაც ხელმისაყურებელია, მაგრამ მიყვარს როცა ეგ არის უფრო იუმორით, როცა ინტელექტით და ხარისხიანად რა. როგორც საქართველოს ბანკი და TBC სანტას შემთხვევა მაგალითად. სანტაზე და TBC. ხო, კი, ეგეც მგონია რომ ხო, ჩემთვისაც კაი ის არის ხო, კაი кейსი. ბოლოს ჩავაბარე ნიუ-იორკის აკადემიაში, ხატვა ყოველთვის მაინტერესებდა. ხო, ეგ მინდოდა მეკითხა რა, ანუ ხატვას ანუ ძალიან კარგია რო აღწევ იმ დონეს რომ შეგიძლია ისაკეთო რაც გინდა იმუშაო იმასთან სადაც გინდა და უცებ რომ მოგინდება პროფესიის ცვლილება ამისი სრული რესურსი გაქვს. არიან ადამიანები ვინც უფრო პროდუქტიულია ერთ რაღაცაზე ფოკუსირებული რა და მგონი ეგ თვისობრივი რაღაცა არის. მე არ ვარ ეგ ადამიანი და ვერ ვარ ეგ ადამიანი რა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მიყვარს მოსინჯვა სხვა რაღაცეების და ცხოვრების ამ ეტაპზე აი მახსოვს რომ ერთხელ ჩემო მეგობარმა ამიყვანა სტუდიაში რომ ბატიაშვილის სტუდიაში თუ სწორად მახსოვს ნახატების ყიდვა უნდა და რო ავედით რაღაც ვიყურები და ადამიანი თავის სამყაროში ცხოვრობს ხატავს ვიღაცები მიდიან ელაპარაკებიან მე ფულს უხდიან ნახატს ატანს და რაღაც ძალიან მომეწონა ეგ მოცემულობა რა და ნუ ჩემთვის თან ყველაფერი ხატვით დაიწყო და ხატვა არის პრინციპში აი ეს ყველაზე ასე ვთქვათ ბირთვი რაზეც მე ყველაფერი დანარჩენია ჩემთვის დაშენებული რა და რაც სასაკითხს ემატება რაღაცნაირად ეგ იდეა რომ მე ვარ და ტილოა მარტო მომწონს ძალიან მიუხედავად რომ არაფერი საწინააღმდეგო ხალხის არ მაქვს და მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და კოლაბორაციაც და მუშაობაც მაგრამ რაღაცნაირად უფრო და უფრო ეგ სიმშვიდე ეხლა მსიამოვნებს რა რაც ამ ხატვას მოყვება და ეს ინტიმური გარემო ასე ვთქვათ რაღაც მომენტში გიორგი ოკმელაშვილის ეხა რეჟიმის პატიმრის აივანზე ვიდექით და ლაპარაკობდით მე გიორგი და გია ბუხუა იყო რა და გია ყვებოდა სოლჟენიცინის წიგნიდან გულაგ არქიპელაგო მაქედან რაღაც ერთ-ერთ ამბავს რა რომელიც სოლჟენიცის აქვს მოყოლი როგორც რეალური ამბავი რომ რაღაცა კომუნისტური პარტიის ყრილობაზე რომ დამთავრდა სტალინის აპატივცემულოდ ტაში დაიწყო ხალხმა და ვერ გაჩერდნენ 11 წუთი შიშით ხო ეგეც ნანახი მაქვს კი გამახსენდა ახლა და მაგას რო ყვებოდა ანუ ეს ჩემი ასე ვთქვათ ანტენები სულ მომართული მაქვს აი რომ ამ ყველაფერზე ამბებზე ისტორიებზე რაც რა აი რაზე შეიძლება რაღაც გადავიღო და უცებ ეგ რომ მოყვა თქვი რომ ეგ არის თქო მოკლემეტრაჟიანი 11 წუთიანი ფილმი რომ აჩვენო რა ხდება აუდიტორიაში როცა შიშისგან ვერაჩერებ ტაშს და მოკლედ მაგ აიუნიდან 3 წელი გავიდა, ეს 3 წელი იყო ამ იდეის დამუშავება და ამ იდეის დავიჯერე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა სირთულეები ქონდა რა, რომ ეხლა 11 წუთი ტაშია მთელი ფილმი რა და როგორ უნდა აყურებინო ადამიანს, ხა უბრალოდ ტაში და აი ძალიან რთული იყო მაგის ასე ვთქვათ გასაინტერესოება რა, მაგრამ მეორე მხრივ იყო ერთი მოცემულობა, ერთი სეტაპი რა, რაც ოთახი, 100 კაცი და ასე ვთქვათ ჭადრაკს ვერასდროს მე ვერ ვითამაშებ რა, იმიტომ რომ მეორე სვლის იქით უკვე აღარ მიდის ჩემი გონება რა აი რაღაცნაირად ეს როგორც კი შრეები და ცოტა სირთულე იჩითება აი რაღაც მოცემულობაში რა იქ ვიკარგები ძალიან და აი ამ სიმარტივემ თვითონ სეტაპის რა რომ ეს ერთ ოთახში ერთ დარბაზში 100 კაცი და მარტო ტაშს უკრავენ აი ეგ იყო ჩემთვის უკვე რაღაც ჩონჩხი რომელიც ვიგრძენი და დავიჯერე მე დავამუშავეთ ძალიან კარგად ენკენი ფილმსი იყო პროდაქშენი ძალიან დიდი გზა გავიარეთ მაგ ფილმზე ამ ფულის აწევის ბევრი ადამიანი დაგვეხმარა ძალიან ნუ ასე ვთქვათ დიდი წილი ამ პროექტის რეალიზების აი სულთა დახმარების თვალსაზრისით
იყო თემური გულავა, ასე მამუკა ხაზარაძეც ძალიან დამეხმარა ამ ფილმის რეალიზებაში და კიდე ძალიან ბევრი მეგობარი და crowdfunding რაც პროექტიც მოხდეთ Kickstarter-ზე, იქაც ძალიან ბევრი ადამიანმა გააკეთა დონაცია, რა თქმა უნდა, რაც გვინდოდა და რაც გვჭირდებოდა ვერ შევაგროვეთ, მაგრამ რაც შევაგროვეთ, იმითი ძალიან კარგად ვიმუშავეთ რა მენკენი ფილმსთან ერთად და ჯილდოებიც აიღო ხო ამ ფილმმა? ეხლა მოგზაურობს ასე ვთქვათ ფესტივალებზე. ეს ფილმიც გადავიღებ და ეხლა ხატვას სწავლობ ნიუ-იორკში და მაინც მუშაობ პროექტებზე ფრილანსერად, ასე კი, მუშაობ, ხა ძირითადი ჩემი შემოსავალი მაინც მაქედან არის რა და ამიტომ ვისაც მიყვარს რა, ხა არ მგონია რომ ესე ბოლომდე ჩავეხსნა კომერციას და კიდევ ერთხელ ძალიან ორგანულად და კარგად ვარ მაგ ფორმატში დამკვეთთან მუშაობაში და ასე შემდეგ და სავარაუდოდ ხო რა ყოველთვის შიგადაშიგ რაღაცას გავაკეთებ. ძალიან კარგი მაგალითი ხარ მათთვის. მოკლედ ძალიან ბევრი ფრილანსერისთვის ან კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის ძალიან კარგი მაგალითი ხარ და იმათთვისაც ვინც საკუთარ სფეროში რაღაცა ვერ პოულობენ თავის თავს, იმიტომ რომ არასდროს არაა გვიანი რომ რაღაცა ახალი სხვა მოსინჯო, სხვა რამე ისწავლო, ცოტა სხვა კუთხიდან შეხედო შენ საქმიანობას, არ ვიცი, არ უნდა შეგეშინდეს. ანუ თავარი ის აკეთო, რაც შენ გიყვარს, რაც შენ სიამოვნებს, რაც კარგ საქმესაც ემსახურება, რა თქმა უნდა, და არასდროს არ არის გვიანი, რომ ეს ნაბიჯები გადადგა რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დღის ბოლოს საკუთარ თავთან მარტო რჩები და შენ უნდა იყო ბედნიერი იმისთვის, რომ სახლში ხარ და მეორე დილით ბედნიერი უნდა იყო, რომ დგები და აკეთებ იმას, რაც გინდა რომ აკეთო. ეგრე არის ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ ხა იმის ესეც ალბათ სწორი იქნება რომ აღნიშნოთ, რომ ეგ ყველამ ძალიან კარგად იცის რა, რომ ეს უნდა აკეთოს რაც უყვარს, მაგრამ არ არის ესეთი მარტივი და არის ძალიან ბევრი კომპონენტი რა, ვიღაცას არ აქვს მაგის საშუალება. ანუ მოფიქრება და რაღაცა გატეხვა რაღაცის ყოველთვის შეიძლება რა, დაკრეკვა ასე ვთქვათ რა, მაგრამ მაგ პასუხისმგებლობას ვერ კიდებ ყველას რა, ხა ადამიანს რომ რაღაც სხვა პრობლემები აქვს გარშემო რა, შეიძლება ვერ გადადგას, ეგ პასუხისმგებლობა ვერ აიღოს. ხა მე ძალიან ჩემი მშობლები დამეხმარდნენ, მე ესე ყოველდღიური საფიქრალი ასე ვთქვათ, მაშინ, როდესაც მე ამ ორჩევაში ვიყავი, რის იკეთება მინდა და ძალიან დიდ შრომას ვდებდი მაგაში, ოღონდ ეგრე არ იყო რაც ფეხ გადადებული ველოდებოდი იმას მუზებს და შეკვეთებს რა, ხა ძალიან ბევრს შრომობდი, მაგრამ მეორე მხრივ მე გარემომ შემიქმნა მაგის საშუალება, რომ მე ეგ გამეკეთებინა რა, ხვდები და არ ვიცი, ბევრი არ კიდე იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. იღბალი კი, მაგრამ ანუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა მხარდაჭერა ოჯახის მნიშვნელოვანია, მაგრამ სტრატეგიულად თუ მიუდგები საკუთარ საქმიანობას, ეგ ხო არ ნიშნავს პირდაპირ რაღაცას წყვეთ და გადავდივარ, ანუ ეტაპობრივი ჩანაცვლება უნდა მოხდეს, ეტაპობრივი ახალი შესწავლა უნდა მოხდეს და ზოგადად მე არ მჯერა, იცი რა არის ძალიან მინდა რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი იყოს, ყველას მინდა რომ განათლების საშუალება ჰქონდეს, მაგრამ თუ არ გაქვს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება, რესურსები, წიგნები არის ხელმისაწვდომი მაინც და მონდომებით, დისციპლინით, ყველაფერი YouTube-ზე, ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი რა და არ მინდა რომ ჩემი თავის ქება გამომივიდეს ნამდვილად, მაგრამ არც ერთი სამსახური არ დამიწყია ჩემი მშობლების ან ვინმეს საერთოდ დახმარებით. დავიწყე call-ცენტრით ჯეოსელი, სადაც 11 წლის წინ მქონდა 1000 ლარი ხელფასი და მაშინ ძალიან კაი ხელფასი იყო ეგ. მაგრამ მერე თქვი მაგაზე უარი და წამოვედი 400 ლარიან სამსახურზე კორპორატიულში, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ვერ განვითარდებოდი, ვერ წავიდოდი მარკეტინგში, ვერ მოვხდებოდი თუ გაყიდვების გზას ვერ გავივლიდი. ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან მე აქ ვერ მოვიდოდი, ეგ რო არ გამეკეთებინა რა და ყოველთვის როდესაც ვიღაცას ვხედავ რომ რაღაცა დილემის წინაშეა რომ გავაკეთო თუ არ გავაკეთო, აი რა გავაკეთო, ანუ შევიცვალო სამსახური, შევიცვალო პროფესია, ყოველთვის ვამოტივირებ რომ მიდი, სცადე, ანუ ოღონდ დაისახე ხა. ეგ ერთ დღეში
ოფისში არ ხდება. პროცესი უნდა გაიარო. ეგრევე ოფისში არავინ არ დაგსვავს, ეგრევე მაღალ ანაზღაურებას არავინ არ მოგცემს, ეგრევე კაი დამკვეთი ვერ გეყოლება. ფრილანსერი ხარ, დაიწყე უფასო დაკეთე, ერთი სამუშაორი გააკეთე, მეორე პორტფოლიო დააგროვე, რეპუტაცია გაიზარდე, შეფასებები დააგროვე და საბოლოო ჯამში მაგიტომ ამბობ, რომ ეს ისტორია რაც შენ მოყვები, კი მხარში დაგიტნე მეგობრები, მაგრამ მაინც თამაგონებელია, მაინც მომოტივირებულია, იმიტომ რომ ვიღაცა შეგიდახავს. მე ზუსტად ვიცი რომ მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამისთვის რა მე იმას ვიძახი უბრალოდ რომ ხანდახან ეგ არ არის საკმარისი ხო და ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა საკმარისი რა მაგრამ მე მაგ ხრივ ძალიან სუფთა ვარ ასე ვთქვათ ჩემს ინდისთან რა რაც არ ვიცი მე ღამეები გათენებული და პასუხისგებლობების აღებები და ასე აი ყველა არაფერზე უკან არ დამიხევი არასდროს და ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის რომ ის ქონოდა რაც მაქვს შენი აზრით მაგითი იბადებიან ადამიანები ანუ ხედვით რომ რაღაცა მეტი უნდათ მეტს უნდა მიაღწიონ ანუ მეტისთვის არიან შექმნილები მეტი არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა არის რა უბრალოდ ანუ დღევანდელი რაც აი მეტი მაშინ იყო ის რომ შენ მოგინდა კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობა მაშინ რომ აი ვაფშე არაფერი ხდებოდა საქართველოში აი მაგას გულისხმობ რა აი ჩემთვის ეგ უფრო რა არის რა უსწრებ უფრო მეტად რა ხო ანუ ჩემთვის ეგ უფრო სწორი ფორმულირება ჩემ შემთხვევაში რა არის იცი რომ ჩემთვის აი ის კი არ იყო რომ რაღაცაზე მეტია რა არ იყო ჩემთვის ის მოცემულობა რაშიც ცხოვრობდი ან ეკონომიკურად ან პროფესიულად თუ რაღაც ხო არასდროს ეგ არ ყოფილა მოცემულობა რა რომ აი ეს არის რაღაცაც უნდა მიუყვე ყოველთვის შევა ეს ჩემი ეგოიზმი მაგაში დამეხმარა რომ მე ვიცოდი მე რა გამაბედნიერებდა რა მე ვიცოდი და ოღონდ ისიც ვიცოდი რა გამაუბედურებდა და ზუსტად ვიცოდი რომ მე ეს კლასიკური ასე ვთქვათ გზით რო წავსულიყავი მე გაუბედურდებოდი ვერ გავაუბედურებდი ჩემ გარშემო ყველას და ყველაფერს და არაფერი კარგი ჩემგან არ გამოვიდა და მე ვიცოდი ყოველთვის ის რომ მე უნდა რა ისეთი გარემო შევიქმნა სადაც მე თავს გრძნობ კარგად რეალიზებულად და რომ აუცილებლად მაინტერესებდეს რასაც ვაკეთებ. როცა აი მაგ პროცესში ვარ, როცა რაღაცა საინტერესოს ხნი და მე თვითონ რაღაცა ცოტა გულს მიჩქარებს რასაც ვაკეთებ რა იქ სიზარმაცე და ჩარჩოები და საქართველოს და ამერიკა აღარ არსებობს რა იქ უკვე ახარ დაბრმავებული და მარტო იმ შესაძლებლობებს ხედავ როგორ მოხდეს ამის რეალიზება რა არ ვიცი ეს კინოს იდეა იქნება თუ რაღაც ხო შენი შეფასება მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ კრეატიულ ინდუსტრიაზე ან საქმიანობებზე აი ხელოვნური ინტელექტზე ვფიქრობდი რომ მეკითხა რამდენად იყენებთ ხო რამდენად ხედავ მის გამოყენების ან პერსპექტივებს რამდენად საშიშია კრეატიული ინდუსტრიისთვის ჩაგვანაცვლებს არ ჩაგვანაცვლებს მე მგონია რომ ბოლომდე ვერ ჩაგვანაცვლებს რა თქმა უნდა მაგრამ ბევრ რაღაცებს მოკლავს რა მოკლედ რა და აი ჩენი აზრი რა გაგვიზიარო რა მოკლედ მაგაზე მე ძალიან აქტიურად ვიყენებ ოღონდ მე ვიყენებ როგორც აქამდე ვიყენებდი Photoshop-ს, არ ვიცი. მე Photoshop-ს ჩემთვის არაფერი არ გაუკეთებია აქამდე რა. მე ვიყენებდი Photoshop-ს და არა პირიქით. და ჩემთვის ხელოვნური ინტელექტიც იგივე არის. უბრალოდ რაღაცა framework-ია სხვა რა და რაღაც UX-ია სხვა, თორე და რა თქმა უნდა რომ რაღაც უფრო ასე ვთქვათ Photoshop-იდან რაღაც კიდე რაღაც სხვა ნაბიჯზე თუ სხვა საფეხურზე აი ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ მაქვს ეგ დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რომ ჩემაგივრად ის რაღაცას გააკეთებს რა. მე როგორც შემოქმედებითი პროფესიის ადამიანს დღეს საერთოდ ახალი ჟანრის ხელსაწყო გამიჩნდა. და რასაც დღეს ვაკეთებ ხელოვნური ინტელექტით ის ჩემი ნამუშევარია რა, ანუ შეგრძნების დონეზე მე ვარ ვინც ვეძებ რაღაცას, უბრალოდ აი ამ ძებნის პროცესში მე ხელოვნური ინტელექტის ვიხმარ, რომ აი იმ შედეგამდე მივიდეთ რა.
მაგხრივ ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ სხვა პლატფორმების, ვიდეო პლატფორმების, ახლა ხანს გავაკეთე რაღაც ვიდეო ჩანახატი, რომელიც თავიდან ბოლომდე AI-ით გავაკეთე. რაღაც პოემებს წერთ მე და ChatGPT და ეგეც ძალიან სიამოვნებს. მე არ ვიცი, კიდე სხვა პლატფორმაზე ხმა შევქმენი, რომელსაც ამ პოეზიას ვაკითხებ. ბევრს ვლაპარაკობთ ChatGPT-სთან და ეგეც სიამოვნებს და საინტერესოა და ოღონდ მანდაც არანაირი ის ილუზიები არ მაქვს, რომ ეხა იქ ვიღაცა რაღაც entity-ს ველაპარაკები რა, ვიცი რომ ეს რაღაც თულია, მაგრამ ეს ამ ინტერაქციაში რაღაცეებს ვარკვევ, რაღაცეებს სწავლობ. რა მოხდება არ ვიცი და ეგ არავინ არ იცის ჩემი აზრით ეს შიშებიც და რაღაცებიც უფრო მგონია მარკეტინგული ჰაიპია ვიდრე რეალობა. კაცს შულმა არ იცის ჩემი აზრით რა მოხდება, რა როგორ მოხდება, ან თუ ვინმე მიცის ის ზუსტად ვიცი რომ დღეს არ გვეუბნება მაგას რა. ამიტომ ბევრს მაინც და მაინც მაგაზე არ ვფიქრობ. ჩანაცვლება არ ჩანაცვლებას რაც შეეხება ეხა AI ჩამანაცვლებს თუ ინფლუენსერი ვიღაც თინეიჯერი რა, რომელსაც არაფერი საერთოდ სკილი არ აქვს, რაც მე წლები ვისწავლე და ესე. დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა ჩამანაცვლებს და ეგეც ოკეი არის ჩემთვის რა და ბუნებრივი პროცესია რომ ვიღაცას ჩაანაცვლებს, ვიღაცა გაუბედურდება, ვიღაც გაბედნიერდება, აი ამ დინამიკაში შენ უნდა იპოვნო შენი ადგილი რა და შენ როგორც თქვი მეც ვჯერა რომ ადამიანს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება. სამაგეროდ AI მგონია რომ ისეთ ადამიანებს დააკავშირებს ხელოვნებასთან, რომლებიც ვერ დაკავშირდებოდნენ აქამდე. ძალიან მარტივი მაგალითი არის ჩემი მეგობარია კრეატივ დირექტორი ბრაზილიელი, სასწაული ილუსტრატორი არის. პროსტა ფანკრით აი ვერაფერს ვერ გააკეთებს საერთოდ რა. და ეგ არის კარგი შემთხვევა იმისი რომ ეგ ადამიანი რო არ ქონოდა პროგრამა ციფრული რა, ალბათ არ ვიცი სამედიცინოზე ჩააბარებდა რა, იმიტომ რომ აი ხელით ესე გარეთ ასე ვთქვათ დიჯიტალის მიღმა ვერაფერს ვერ აკეთებს საერთოდ, მაგრამ ეგეთი კურსელები მყავდა არქიტექტურაზე, ფანკარს ვერ იჭერდნენ, მაგრამ საოცარ პროექტებს ხაზავდნენ. ეხლა იგივენაირად, ეხლა კიდევ უფრო მეტი ადამიანს, რომელსაც ანუ მემკვიდრულად თუ აი თანდაყოლილი რაღაცა უნარები არ აქვს, ეგ ადამიანები შეძლებენ რომ გააკეთონ რაღაც საინტერესო. და როგორც აქამდე იყო, მაგ ყველაფრის 99% იქნება ნაგავი, მაგრამ 1% რაღაც საინტერესო შეიქმნება რა. ამიტომ არ ვიცი, მე ეს რაღაცა არანაირი ნეგატიური და ნეგატივი ჩემთვის არის ის, როდესაც ადამიანი იყენებს AI-ს და AI-ს აკეთებინებს რაღაცებს და ღირებულება საბოლოო პროდუქტში უფრო მეტი AI-ს არის ვიდრე შემქმნელის, ეგ გონია რომ ეხა არ ვიცი, მაშინ AI არტისტი შეიქმნას და იმან აკეთოს რაღაცეები და გამიწიოს კონკურენცია და ეგეც მოსულა რა, მაგრამ AI მე არაფერი არ გავაკეთო, არაფერი არ მოვიფიქრო, არანაირი კონცეფცია არ განსაზღვრო და უბრალოდ რაღაცა დავაგენერირო და ამით ვიღაც დავაგოიმო, ვინც არიცი სამაში ვერ კითხულობს რა არის როგორ არის. ანუ ეგ ბევრი side effect-ი ამ ყველაფერს ექნება და ეგეც კიდევ ერთხელ ეგეც ნორმალური არის და არაფერი პრობლემა მაგაში არ არის. დღევანდელ მდგომარეობა როგორც ვთქვით რა, კონკურენცია გაიზარდა, ძალიან ბევრი სააგენტოები გაჩნდა, მარკეტინგული, სოციმედია, პროდაქშენის, რა ვიცი, კონტენტ კრეატორების სააგენტოები ცალკე არის და ძალიან საინტერესო кейსი ახსენე, რაღაცა თინეიჯერი ინფლუენსერი, რომელმაც ამდენი რო იშრომე, იწვალე რაღაცა და იმას უბრალოდ ბევრი ფოლოვერები ყავს და შეიძლება საერთოდ იმანაც იშრომა მაგ ფოლოვერებისთვის, მაგრამ სხვა ფორმით ხო გასაგებია და აი ზოგადად ანუ მაგაზე რას ფიქრობ? ზოგადად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ რეკლამა მიდიოდა უფრო აი მაკეტკენ, უფრო data driven გახდა უფრო რეკლამა, უფრო ტარგეტირებული. აი თვითონ ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ის რაც არის ჩემი ღირებულება, რაც შემილია მოვიტანო რეკლამაში რა, რაც არის არ ვიცი, ცოტა მხატვრულად უფრო საინტერესო რაღაცის გაკეთება, უფრო შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, კომპონენტი, რომელიც ხანდახან ჩემი კოლეგებს გონიათ, რომ მარტო ეგ არის და მე ვიცი, რომ ეგ არ არის მარტო რა, ეგ არის კიდევ ერთხელ უბრალოდ საშუალება რაღაც მიზნების შესასრულებლად, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მაგის შეგრძნება მქონდა და მაგით ვიძახი AI-ამდე ჩემთვის ეგ აი სოციალური ქსელები და ეს ინფლუენსერები იყვნენ რა, რომლებიც შედეგს აი დამკვეთისთვის უფრო ეფექტურად აკეთებდნენ თუ ეფექტიანად უფრო სწორედ ვიდრე მე რა და ამიტომ
მე მგონია რომ უფრო ადრე ჩამანაცვლეს რა ასე ვთქვათ რა და ჩემი ნიშა კიდე უფრო და უფრო პატარა გახდა ისედაც ყოველთვის ეგ იყო რომ ეხა ჩემთან მოდიოდნენ როცა ცოტა განსხვავებული რაღაც ჭირდებოდათ ხოლმე ბრენდებს რა მაგრამ ეხლა კიდე უფრო დაპატარავდა ასე ვთქვათ ეს არეალი რა ჩემი საჭიროების რა რეკლამაში. ეგ იმიტომ გახდა რომ ბრენდები უმეტესწილად ღირებულების შექმნაზე მეტად კონცენტრირდნენ გაყიდვებზე? ანუ ბრენდის ღირებულება ბრენდ აიდენტიტის გულისხმობ აი ადამიანების მართლა სულსა და გულში შესვლაზე მეტად კონცენტრირდნენ იმაზე რომ ანუ პრინციპში იმათაც ხო გაეზარდათ ახლა კონკურენცია ბაზარი იზრდება ხო დიდია თან რაც საზღვრები ასე თუ ისე ჯერ კიდევ ღია გვაქვს და რაღაცა ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისებზე პროდუქტებზე ადამიანებს ხო ქვეყნებშიც გვაქვს ღვთისმსხალობით დღეს ხო და ანუ შენი აზრით მაგის გამო ხდება ეს აი მარტივად რო შევხედოთ რა მოკლედ teenager influencers რომელიც რაღაცნაირად რელევანტურია ბრენდისთვის კიდევ მე არ ვიცი მარკეტინგიც არ არის ჩემი სფერო რა ხო მე ზედაპირ რაღაცე შემიძლია ვივარაუდო რა awareness-ის აწევა იქნება თუ sale იქნება თუ რა მიზანიც არ უნდა ქონდეს marketers ეგ ინფლუენსერი თუ ერგება კიდევ ერთხელ რა ამ მოცემულობას უფრო სწრაფად, უფრო იაფად და უფრო შედეგიანად მიაღწევს იმ მიზანს, რაც დამკვეთს ჭირდება. ვიდრე მოვიდეს ჩემნაირ დინოზავრთან, რომელიც რაღაც კინოს მოუფიქრებს ალან ვოტსის რაღაცა ფილოსოფიებით და მე ამ ხელა კამერებით 80 კაციანი ჯგუფი წავა და production-ს აწყობს და გადაიღებს რაღაცა და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეგ საშუალება როგორც კი გაჩნდა, ეხა ბიზნესი ბუნებრივია, რომ უფრო მარკეტკენ წავიდა რა. მე კიდე ბევრი გარემოება ის, რომ მედიაც შეიცვალა, ხო? ეხა ჩვენ ეს ამ რაღაცა დიდ production-ებს ვაკეთებთ, იმას ტელევიზორი ჭირდება რა, ხო ხდები რა და თვითონ მოხმარების ამ კონტენტის მოხმარებაც შეიცვალა. ყველაფერი ერთდროულად ერთმანეთზე გადაჯაჭულად რა და უბრალოდ მე მაგის შეგრძნება მაქვს, მაგის თქვა მინდა და შეიძლება ამაში ვწდები და ჩემი ის არის ეს რაღაც არასწორი ხედვა, მაგრამ მგონია რომ უფრო და უფრო ნაკლებად ვჭირდები მე რეკლამას. საქართველოს რაღაც აი ეს უკვე დიდი რესურსი დაგროვდა რა, ასე ვთქვათ და მგონია რომ ჩვენ ძალიან საკმაოდ კარგი სახე ვაჩვენეთ რა, როგორც ინდუსტრიამ, ისევ აი ყველაფრით რაც მოვყევი რა და ალღოს აუღებთ და რავი, მგონია რომ კარგად იქნება ყველაფერი, მაგრამ დიჯიტალ პლატფორმები კარგად დავამუღამოთ იმისთვის, რომ ფრილანსერად ვიმუშაოთ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი წერტილიდან, ჩვენი სახლიდან, ჩვენი სოფლიდან, სადაც არ უნდა ვიყოთ. რაჭაში ვიყავი 2 კვირა მშვენივრად ვიმუშავე, საერთოდ პრობლემა არ შემქმნია. ხო და მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო შენი ისტორიის მოსმენა, გამოცდილების გაზიარება. შთამაგონებელიც იყო, ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის და მაყურებლებს ვეტყვი, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ, გვიგულშემატკივრებთ, ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ვიდეო გაკვეთილების, უფასო ვიდეო გაკვეთილების განთავსება სხვადასხვა პროფესიების შესასწავლად, რომ თქვენ გქონდეთ იმის საშუალება, რომ გაიცნოთ რა ხდება, რა ტენდენციებია მსოფლიო ბაზარზე და იმუშაოთ ფრილანსერებად, იმუშაოთ მაღალანზღაურებად საქმიანობით ნებისმიერ ადგილზე მსოფლიოში. აბა კარგად. ნახვამდის, მადლობა რომ დამიძახეთ.